ნუ ასე თუ ისე მოხდა რომ ამ ხანაგობის თავმჯდომარე. Корпусе არის საკმაოდ დიდი 12 სართულიანი, არის 74 მაცხოვრებელი. აქედან უმრავლესობა არასაქართლოს მოქალაქეები, ანუ გაქირავებულია სადღაც 50-ვინა და 24 მაცხოვრებელი ვართ. ალბათ ყველა корпуსში და ყოველთვის პრობლემაა თანხის აგროვება. ყველა корпуს აკავს ეს ნათელადეიდა, რომელიც დაევლის და აგროვებს თანხად. აღმოჩნდა არსებობს ბაზარზე Citycom და სხვა კომპანიებიც, არჩევანი Citycom-ზე გავაკეთა გამართლა მე-13 წელია უკვე Citycom-ის მომხმარებლები ვარ მთელი корпуსი და ძალიან ბევრი რომი გაკეთდა корпуსისთვის. აი თანხები ეტაპობრივად რო შემოდიოდა, ჩვენც ეტაპობრივად პრიორიტეტების მიხედვით ვაკეთებდით ყველაფერს. ჩვენ მისყალი ასრულებდა ადამიანს და პრობლემაც მოვაგვარეთ, გავაკეთეთ ეგერ გადმოხურვა, სადღაც 1500 ლარი დაჯდა ეს გადმოხურვა და უკვე კომფორტულად შემოდიხარ სადარბაზოში. 14 კამერა აყენე და კიდევ აპირებთ რამდენიმე კამერის დაყენებას. და რაც თავარია, რაც Citycom-ი შემოვიდა, სულ 20 ლარს ვიხდით თითოეულ მოსახლეზე და 3 წლის განმავლობაში 10 თეთრი არ აგვიკრებია და სრულად ყოფნის ეს თანხა თქვენი корпуსის კეთილმოწყობას. ყველა თავისთვის არავის არ ისროს და Citycom-ი მაგაშიც გვეხმარება, ნომერი არ იცის, წყალი ჩამოვიდა, სახში არ ხომ და დაურეკო ვიღაცას. ელემენტო Citycom-ში დაარეკო, იმის ნომერს გაიგებ, თუ სხვა გზა არ აქვს. ამისთვისაც გვეხმარება. ჯგუფს გავაგებთ ჩემს ამბაზრებს. Citycom-ი უბრალოდ არის თანხის შემგროვებელი კომპანია. ეს თანხა კიდე корпуსმა და მისმა მაცხოვრებელმა უნდა გამოიყენოს დანიშნულებისად.